ჩვენ უნდა ვიპოვოთ ძაფის დაჭიმულობის ძალა მოცემულ მომენტში, თუ ვიცით რომ თოკის სიგრძე არის L, ბურთულის მასა არის M, ეს გადახრის კუთხე არის α და ბურთს გააჩნია B სიჩქარე, რა თქმა უნდა, აი ეს იქნება მომართული. ჩვენ უნდა დავწეროთ რომ ცენტრისკენ რაც არის მიმართული ჯამური ძალა უნდა იყოს მასაჯერ აცენტრისკენული, რადგან ეს მოძრაობთ აი ეს რკალზე და უნდა დავწეროთ რომ ზუსტად ცენტრისკენ რაც არის მიმართული ძალა, ანუ ეს გამოკლებული mg კოსინუს α, იმიტომ რომ E არის პირდაპირ აქეთ მომართული და mg-ს გეგმილი აქ იქნება, აი ეს რომ დაუშვათ მართობი, ეს გამოვა mg კოსინუს α, ეს გამოვა mg სინუს α. ეს გამოკლებული mg კოსინუს α უნდა იყოს მასაჯერ აცენტრისკენული და ცენტრისკენული აჩქარება არის v კვადრატი გაყოფილი იმ რადიუსზე, როგორ რადიუსიან წრეწირზეც მოძრაობს, ანუ v კვადრატი გაყოფილი l-ზე, რადგან მე ამ რადიუსი იქნება სწორედ თოკის სიგრძე. ესე იგი, ეს გამოკლებული mg კოსინუს α იქნება mv კვადრატი გაყოფილი l-ზე, საიდანაც t გამოვა mg კოსინუს α-ს დამატებული mv კვადრატი გაყოფილი l-ზე, სადაც m არის ბურთულის მასა, v არის მისი სიჩქარე, l არის თოკის სიგრძე და α არის ეს გადახრის კუთხე, რა თქმა უნდა, რომელიც ზუსტად იგივეა, რაც mg-ს და აი ამ ღერს შორის კუთხე. თუ გსურთ ფიზიკის წიგნი, რომელიც არის მერვე კლასის მასალაზე, უნდა მომწეროთ პირადში თქვენი მობილურის ნომერი და მისამართი და კურიერი მას თქვენთან სახლში მოიტანს.